მოგესალმებით, გახლავართ თამარა ვალიშვილი, ალერგოლოგი და დღეს ვისაუბრებთ სეზონური ალერგიის შესახებ. დადგა გაზაფხული, განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა. სეზონური ალერგია ნიშნავს თავისთავად იმას, რომ ეს ალერგია ვითარდება წელიწადის ერთი და იმავე დროს და უქმნის პრობლემას ძალიან ბევრ ადამიანს. კერძოდ, ეს დაკავშირებულია მცენარეთა ყვავილობასთან, ტვერთან, რომელსაც ეს მცენარები გამოყოს, რომელიც ზედასასუნთქი გზების საშუალებით ხდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს ისეთ არასასიამოვნო მოვლენებს, როგორც არის უხვი წყალივით გამონადენი ცხვირიდან, ასევე ცემინება გახშირებული, თვალის ქავილი, ცრემლდენა, ცხვირხახის ქავილი და თუ ის უფრო გავრცელდა და ქვედა სასუნთქგზებში ჩავიდა, სპაზმური შეტევითი ხველა ახასიათებს, ზოგჯერ ახასიათებს გამონაყარით. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და ქვეითება შრომის უნარიანობა, არის თავიდან აცილების საშუალებები, მაგრამ ეს ნაკლებად არის მოწოდებული, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოშორდეს ადამიანი ამ გარემოს, ის მაინც კონტაქტში შედის, ამიტომ ეს ნაკლებად მიზანშეწონილია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ლაბორატორიული კვლევებით, სკრინინგით, ალერგოტესტებით, ალერგოდიაგნოსტიკით. მრავალი ლაბორატორია არსებობს საქართველოში ამ კვლევებს, რომელიც ატარებს. ერთ-ერთი არის სინეუმად შორის, რომელიც მაღალი ხარისხის და სტანდარტებით აკეთებს კვლევებს, სკრინინგ ტესტებს და ალერგოდიაგნოსტიკას. საინჰალაციო ალერგენების არის ცალკე კვლევაც, არის პანელი, როდესაც რამოდენიმე ალერგენი არის ერთად, ნარევია მათი და ხდება ჯგუფურად გამოკვლევა. შეიძლება იყოს ეს არყის ხე, ჭადარი, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული გარემოში. ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა კვიპაროსი და კვლევები პანელი დროს, როდესაც ადამიანი აბარებს ანალიზს, როდესაც თუნდაც ერთი პასუხი ამ პანელს დადებითი, პოზიტიური, მაშინ მიმდინარეობს უკვე შესაბამისი დანიშნულების კურნალობის ჩატარება. ოთახის მტვერი ტკიპა, რომელიც საინჰალაციოდ ითვლება და იწვევს ძალიან სერიოზულ და დისკომფორტის შემქმნელ ჩივილებს, ძაღლის ბეწვი, კატის ბეწვი, ეპითელიუმი, ზაზუნას ბეწვი, ტარაკანი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ამ ლაბორატორიაში კეთდება. არის კიდევ ფადიატობი უმნიშვნელოვანესი კვლევა, როდესაც ერთად არის მოთავმოყრილი საინჰალაციო ყველა ალერგენი, როგორც მცენარეული, ასე ოთახის მტვერის. ინფანტი, რომელიც 5 წლამდე ბავშვებს უკეთდება ეს კვლევა და არის ძალიან შედეგიანი. საკვები ალერგენების მიმართ გამომუშავებული სხეულები ცოტა განსხვავებულ კლინიკას იწვევენ. ამ დროს არის ჭინჭრისწიება, გამონაყარი მთელ სხეულზე, ქავილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი დიფუზურად მუცელში, პაღარათი, დიარეა, რაც დაკავშირებულია ამა თუ იმ საკვებთან, რომელსაც ორგანიზმი ვერ იტანს. ძე, გათმის კვერცხის ცილა, ზოგჯერ თხის რძეც არის გასათვალისწინებელი, მიწის თხილი, თევზის ზღვის პროდუქტები, კაკაო, შოკოლადი, ხილი და ბოსტნეული. წარმატებით ხდება კვლევა, თუ პოზიტიურია პასუხი, პაციენტი მიდის ალერგოლოგთან და ის უნიშნავს შესაბამის დანიშნულებას. პროფილაქტიკა ეს არის, რომ მოერიდოს მტვრიან ამინდში გარეთ გასვლას, მტვრიანი ამინდის დროს გადაადგილდება და უხვად ხდება კონცენტრაცია მიშის შესუნთქვის, ასევე ოთახის სველი წესით დამუშავება, პირბადით სიარული, მაგრამ ნაკლებად შედეგიანია, იმიტომ რომ სეზონური ალერგიის, რომელიც წლითი წლობით უფრო მატულობს და სეზონურად თითქმის ყოველთვის მეორდება, უფრო სასურველია, რომ ჩაიტაროს ადამიანმა სკრინინგი, ალერგოდიაგნოსტიკა ამ გამომწვევების მიმართ, შემდეგ მიმართავს სპეციალისტ ალერგოლოგს, რომელიც მისცემს შესაბამის დანიშნულებას. შედეგი არის საუკეთესო, თუ არა დაავადების სრულიად განკურნება, გაცილებით ნაკლები ინტენსივობით ჩივილების გამოვლინება, ვიდრე მას ჰქონდა წინა წლებში. ყველას უსურვებ ჯანმრთელობას, საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით.